შესაძლოა გომარდულში კურორტი წელსაც ჩავარდეს მიზეზი აქციონერების სოლიდური ფინანსური დავალიანებაა. პრობლემის მოგვარებაში ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა შუამდგომლობას რეგიონის მთავრობა უწევს. ჩვენი რეპორტაჟი აჭარის მაღალმთიანეთიდან. 2 წლის შიგნით არაფერი არ გაკეთებულა საერთოდ. ხოდა ამან გამოიწვია პესიმიზმი ახალგაზრდობაში. ზამთრის კურორტი გომარდული დღეს ასე გამოიყურება. ფინანსური დავალიანების გამო შესაძლოა წელს სეზონი ჩავარდეს. სააქციო საზოგადოებას, რომელმაც მიწა სახელმწიფოსგან ერთლარად შეიძინა 300,000 ლარიანი საგადასახადო დავალიანება ერიცხება, რის გამოც აქციონერები კოტეჯებს ვერ ხსნიან. გვაქვს პრობლემები, იმიტომ რომ გათბობა არ არის. და სტუმარს სამზოყარა კოტეჯი დაკეტილია, რომ ის იყოს სტუმარი მივიღოთ თბილი წყალის არ გვაქვს. ამის მიზეზების გამო ვერ ღებულობს ჯერჯერობით სტუმარს. გასულ წელს ფაქტიურად იყო ტურისტების სურვილი მოსულიყო, მაგრამ ვერ შემოვიდა, იმიტომ ჩვენ არ გქონდა იმის საშუალება, რომ ქვითარზე და ემაზე გვემუშავა და ქვითით გვემუშავა და გათბობის გადაღადაღებული რო იყო აგი და ამის გამო ფაქტიურად ფუნქციურად იყო. სააქციო საზოგადოება გომარდულის აქციონერები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულება კოტეჯების აშენებასთან დაკავშირებით პირნათლად შეასრულეს, რაშიც $1,000,000 ლარზე მეტი დახარჯეს. კურორტის შემდგომი განვითარებისთვის კი ხელისუფლებისგან ყადაღის მოხსნასა და დაბალპროცენტიანი კრედიტის გამოყოფას ითხოვენ. 54 გექტარი სააქციო საზოგადოებას აწერია სიმბოლურ ფასად. ფაქტურად ფული არ უნდა გადაგვეხადა ჩვენ ამ მიწის პარტებში, მაგრამ ეხლა შეიქმნა პრობლემა, არის რამოდენიმე ათასი, მე ზუსტად ახლა რო არ შევცდები ვერ დავასახლებ, რამოდენიმე ათასი გადასახადი, რომელსაც აქციონერები ვერ იხდიან ფაქტურად. ამ ფულს ვერ გადაეხდიან და ამათი ინტერესი არის, რომ ეს თანხა ხელისუფლებამ ჩამოგვაწეროს და თვითონ ეს პიროვნებები, ეს აქციონერები ამ თანხას შემოატრიალებენ და ისევ კურორტის განვითარებაში ჩადებენ ამ თანხას. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, საკურორტო სეზონი გომარდულში შარშანად ჩავარდა. მათი თქმით, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადგილობრივების ნახევარი საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა. გასულ წელს ასე ტურისტი მოვდამან გულნაგულიზევდა, იყო. ხოდაჯი მომარაგებლობის გამო. რა ქვია, თხილამურია, კაცი რაზომ ფეხზე მოვდა, ჩვეულებრივი თხილამურით არიარს კაცი. ჩვენ არ გვაქვს იმის ისა თხილამური ვიყიდოთ და არც ნაკიდი და არც ემო ჩვენ რეალურად. კურორტი აღარ ფუნქციონირებს, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობა და ძალიან მტკივნეულია ეს თითოეული ამ სოფლის მკვიდრისთვის და ტურისტისთვის, რა თქმა უნდა. როგორც გაირკვა, პრობლემის მოგვარება აჭარის მთავრობას არ ძალუძს. ისინი აქციონერებს ამ ეტაპზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობენ. აჭარის მთავრობის მიერ ეკონომიკურ საბჭოზე გაგზავნილია მოთხოვნა საკითხის განხილვასთან დაკავშირებით. განხილვა ჯერ არ ყოფილა და ველოდებით ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებას. სოფელი გომარდული ზამთრის კურორტად 2010 წელს გამოცხადდა. საკურორტო სეზონი დეკემბრის შუა რიცხვებში იწყება და აპრილამდე გრძელდება.